წარმოგიდგენთ GPRS საკონტროლო სალარო აპარატს. გაგაცნობთ ამ აპარატის ძირითად ფუნქციებს. როგორ მოვიყვანოთ სალარო აპარატი მუშა მდგომარეობაში. პირველ რიგში აპარატი უნდა შევაერთოთ დენის წყაროში. სალარო აპარატს აქვს თავისი ადაპტერი, რომელიც უერთდება უკანა მხრიდან და ირთვება დენის წყაროში. სალარო აპარატს ჭირდება თერმოლემბი, რომელიც შიგნით თავსდება. ამისთვის ზედა სახურავზე მოთავსებულ ხილაკს ვაჭერთ თიც. ნახავთ, რომ სახურავი გაიხსნება. ხსნით თერმოლემბს, გამოვწერთ მას რამდენიმე სანტიმეტრით და ვათავსებთ სალარო აპარატში ისე, რომ ქაღალდი გამოდიოდეს ქვემოდან. შემდეგ სახურავს ისევ ვკეთავთ. როდესაც აპარატში თავდება ქაღალდი, ეკრანზე ჩნდება წარწერა No paper. ამ შემთხვევაში ვიღებთ ახალ რულონს, ვსვლით ქაღალდს და ვაჭერთ ხილაკს C. რათა დავასრულოთ დაწყებული ქვითრის ამობეჭდვა. სალარო აპარატთან მუშაობის დაწყება. სალარო აპარატის ჩასართავად კლავიატურის მარცხენა ქვედა კუთხეში რამდენიმე წამის განმავლობაში ვაჭერთ ჩართვის ხილაკს. აპარატი ჩაირთვება ავტოტესტირების დასრულების შემდეგ. სამუშაო რეჟიმში შესასვლელად კლავიატურაზე რამდენჯერმე ვაჭერთ ხილაკს Mode, იქამდე სანამ ეკრანზე არ დაიწერება Save. ავკრიფოთ მოლარი შესაბამისი პაროლი 1-დან 18-ის ჩათვლით და დავაჭიროთ ხილაკს CLK, რის შემდეგაც აპარატის ეკრანზე დაიწერება 000. როგორ გამოვწეროთ ქვითარი? ქვითრის გამოსაწერად კლავიატურაზე ავკრიფოთ სასურველი თანხის ოდენობა და დავაჭიროთ შესაბამისი სექციის ხილაკს 1-დან 4-ის ჩათვლით. ქვითარი დაიწყებს ამობეჭდვას. მომხმარებლისთვის ჩეკის ამოსაბეჭდად ვაჭერთ ხილაკს TL. მაგალითად, 7 ლარი და 25 თეთრის გამოსაწერად ვკრებთ 7, 2, 5, 01 სექცია. TL ამობეჭდვა. თუ გსურთ ქვითარში რამდენიმე თანხის ჩაწერა, ავკრიფოთ თანხა, მივთითოთ სექციის ნომერი. შემდეგ ისევ ავკრებთ მომდევნო თანხას, მივთითებთ სექციას და ასე შემდეგ. ბოლოს ხილაკი TL, ქვითრის საბოლოო ამოსაბეჭდად. ახლა ვნახოთ, როგორ უნდა მოხდეს ჩეკში არასწორად შეყვანილი თანხის კორექტირება ან ჩეკის ანულირება. იმ შემთხვევაში, თუ თანხა არასწორად არის აკრეფილი, წასაშლელად დავაჭიროთ ხელი ხილაკს C. თუ ავკრიფეთ თანხა, დავაფიქსირეთ სექციაში და ჯერ არ დაგვიხურავს ქვითარი, დავაჭიროთ ხილაკს VD, რის შემდეგაც თანხა ანულირდება. საბოლოო ამოსაბეჭდად ვაჭერთ ხელს ხილაკს TL. შემდეგი ოპერაცია, რომელსაც განვიხილავთ, არის X ანგარიშის ამობეჭდვა. თუ გვაინტერესებს დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს ნავაჭრი თანხის შემოწმება, რამდენჯერმე ვაჭერთ ხილაკს Mode, იქამდე სანამ ეკრანზე არ დაიწერება X report. ვკრებთ 999, ვაჭერთ ხილაკს CLK და შემდეგ ვაჭერთ ხილაკს TL. სამუშაო რეჟიმში დასაბრუნებლად ვასრულებთ იგივე ოპერაციას, რასაც ვაკეთებთ აპარატის ჩართვისას. ახლა განვიხილოთ Z ანგარიშის ამობეჭდვა. გავითვალისწინოთ, რომ ყოველი დღის ბოლოს სავალდებულოა ცვლის დახურვა, ანუ Z ანგარიშის ამოღება. Z ანგარიშის ამოსაბეჭდად რამდენჯერმე დავაჭიროთ ხილაკს Mode, სანამ არ გამოჩნდება ეკრანზე Z report. ავკრიფოთ პაროლი 9999. დავაჭიროთ ხილაკს CLK. ეკრანზე გაქრება წერტილები და დაეწერება Z report. დავაჭიროთ ხელი ხილაკს TL და ამოიბეჭდება Z ანგარიშის ქვითარი. თუ ეკრანზე გამოჩნდება წარწერა Overflow 24H, 24 საათზე მეტია, რაც აპარატიდან არ ამოღებულა Z ანგარიში და საჭიროა Z ანგარიშის ამობეჭდვა.